მთად და ველად. სწავლება 10 აპრილამდე გაგრძელდება. მას სხვა წვრთნა მოჰყვება. პოლიგონებზე ან მეზობლების ქალაქებსა და სოფლებში. რუსეთი გაჩერებას არ აპირებს და ამას ყველანაირად უსვამს ხაზს. პრეზიდენტმა პუტინმა, რომელმაც კრიზისის გამო ამ კვირაში ხელფასის 10% ჩამოიჭრა, საჯარო მადლობა უთხრა თავდაცვის მინისტრს, რომ ბიუჯეტის ერთადერთ ხელშეუხებელ მუხლად არმია დარჩა. რუბლის ფასის განახევრების მიუხედავად 2015 წელს რუსეთი გეგმავს შეისყიდოს ისკანდერის 2 კომპლექსი, 700 ტანკი და საბრძოლო მანქანა, 126 თვითმფრინავი, 88 ვერტმფრენი, 4 წყალქვეშა ხომალდი და 5 გემი, 50 ბირთვული რაკეტა და მრავალი სხვა. ამ ასტრონომიულ ხარჯებს ერთადერთი მიზანი აქვს შეაჩეროს ნატო. ნატო უნდა შეჩერდეს საქართველოში, სადაც ალიანსი 2015 წელს სასწავლო ცენტრის გახსნას გეგმავს და რომლის კიდევ ერთ წართმეულ რეგიონს სამაჩაბლოს რუსეთმა ამავე კვირაში უკვე პუტინის ბრძანებით გაუფორმა სამეკავშირეო ხელშეკრულება. მეორე რეგიონს კი აფხაზეთს საქართველოს მეგობარ კარასინის ხელით გადასცა სტრატეგიული მოკავშირეობის შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელი. ნატო უნდა შეჩერდეს საქართველოსთან შავ ზღვაში, სადაც ამავე კვირაში ალიანსის 6 გემი ასევე წვრთნის ჩასატარებლად შემოვიდა. ნატო უნდა შეჩერდეს ბალტიაში, რომელმაც 10 წლის წინამდელ უფრო სუსტ რუსეთს შეასწრო ნატოში. აქ ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის მუდმივი ზრდა კუნთების თამაშიც არის და ცეცხლთან თამაშიც. მაგრამ ბალტიელები მიხვდნენ, რომ სხვა გზა აღარ აქვთ. ნატოს საზღვარი ერთადერთი ბარიერია, რომელზეც რუსეთს ჯერ არასდროს გადაუბუტებია. და არ გაიკვიროთ, თუ ბალტიაში შეურაცხყოფის გამო შურისძიება სადმე სხვაგან გადაწყვეტს. მისთვის პოლიგონია ყველგან, სადაც კი ჩექმა ჩაეტევა. უკრაინაში, საქართველოში თუ სხვაგან. პოლიგონი ჯარისკაცების აღსაზრდელად ან ბაღჩა იაფი მწვანილის გასაზრდელად, რომელიც შეიძლება ბორშს ძალიანაც უხდება, მაგრამ ქართულ-რუსულ პოლიტიკურ აჯაბსანდალს უფრო ხშირად გვიმწერებს.